ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოს მშვიდობისა, ეთერშია პროგრამა ინფორმატორი, რა თქმა უნდა, ლაილაისთან ერთად. მე ვარ ლაშა და მოდი ვნახოთ რა ხდება ახალი და საინტერესო ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. რა თქმა უნდა, ჩემი საინფორმატორო ფურცლების საშუალებით. ჯაზის სახში 2 მაისს ბაბუა ჩემი რო შეგეყვანათ აუცილებლად გაუსკდებოდა გული. იმიტომ რომ African Fashion Party-ზე ბევრი თმა გაწეწილი, ავანგარდულად ჩაცმული ადამიანი და ერთი ტრადიციული მაიმუნიც დაიარებოდა. დღევანდელი საღამო არის აფრიკული Fashion TV Party და მონაწილეობას ღებულობენ ქართველი დიზაინერები. ჩემ კოლექციებს ათარი. ვარ ძალიან აჟიტირებული და კარგ ხასიათზე, ძალიან კმაყოფილი ვარ აფრიკით და აი ამ ორგანიზაციით იყო ძალიან მხიარული სიტუაცია და სხვათა შორის აი რამოდენიმე დიზაინერმა თავი ერთად მოიყარა და ჩემთვის ეს სასიამოვნოა. კმაყოფილი ვარ, რომ გამიმარჯვე ძალიან, იმიტომ რომ რაღაც ხა მაინც მომავალი დიზაინერი ვარ და ნუ ეს ჩემთვის რაღაცას ნიშნავს. სერიოზულმა კაცმა ვასიკო ოდიშვილმა ძალიან სერიოზულად შეასრულა არც ისე სერიოზული კაცის როლი. ციცინო კობიაშვილის სპექტაკლში თავისუფალი სიყვარული. სპექტაკლში ულამაზესი ქალბატონი მარინა კახიანიც თამაშობს. მოკლედ დანარჩენი თქვენი ორი თვალით ნახეთ. ძალიან მიჭირს ამ წუთას რამის თქმა, იმიტომ რომ აქედან ძალიან ძნელია ამის შეფასება. ფაქტია რომ შედგა ხო პრემიერა რაღაცნაირად მიიღო მაყურებელმა და მე ვიცი რომ ეს აგორდება ეს სპექტაკლი. ამას ცოტა ხანი ჭირდება. მე მიყვარს უკვე ეს ხალი და რომ დავმშვიდდები, რაღაცა გავზომავ, გადაცმებს, მუსიკალურ ნომრებს. ყველაფერს ალბათ მართლა დიდი სიამოვნებით ვითამაშებ ხოლმე, ამაში დარწმუნებული ვარ. მურიანი ვარ? ხო. აიცი კმაყოფილების და თან ბოლომდე კმაყოფილების ვერა, იმიტომ რომ ალბათ გაცილებთ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და დღეს ჩემ თავს უყენებ ამ მოთხოვნას. ანუ კიდე მე მგონია რომ კიდე უფრო უკეთესი უნდა ყოფილიყავი ვიდრე ვიყავით. ასე იქნება ალბათ ისე დავიხვეწებით და მე რაღაცა გვეშვერა. კლუბი ჯოი დაიხურა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, სარემონტო სამუშაოებისათვის. სხვათა შორის დახურვის ცერემონიალს არ დასწრებია ქართული შოუ ბიზნესის არც ერთი ის ვარსკვლავი, რომელიც ერთ დროს მჭიდროდ თანამშრომლობდა ჯოისთან. დახურვაზე ორმა დაქალმა, ანანო ჩარკვიანმა და მარინესმა წარადგინეს მოდების კოლექცია.
რაღაც მიზეზების გამო ტელევიზიებს არ მიეცა მოდელი ბიჭების სახის დაფიქსირების საშუალება. ამიტომ იზოლებულები ვართ პოდიუმზე უთავო მანეკენების სვლას ვუყუროთ. ლადო ბურდულის მოცლები უკვე რამდენიმე წელიწადს გაზაფხულზე ბრუნდებიან ხოლმე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ლადო ბურდული წელსაც აპირებს ამ როკ ფესტივალის მოწყობას და ამისათვის რეპეტიციებს თვარის კლუბის კლუბში გადის. ეს ჯგუფი რომელიც იყო ცოტა განვაახლე და ახალი შემადგენლობით იქნება და ის იქნება რა ქვია ვემზადებით 17 მაისის ფესტივალისთვის რომელსაც ქვია კავკასიის ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი. ეს ფესტივალი ტარდება ეს პროექტი დაიწერა 95 წელს გააკეთა მაშინ რუსთავის თეატრი რუსთავის თეატრში გახსოვს თუ არა არწემ ტროიცკი და ვაბანკთან ერთად დაუკარით. მერე ეს განვაახლე 99 წელს და 99 წლიდან ყოველწლიური არის ეს ფესტივალი წელიწადში ხანდახან ტარდება ორჯერ, ხანდახან სამჯერ, ხანდახან ერთხელ. მაგრამ ტრადიციული ფესტივალი არის. კავკასიაში ერთადერთი ფესტივალი არის, ეს არის მცირე ბიუჯეტიანი ფესტივალი, ალტერნატიული და გამოდიან ყველა ეს ჯგუფები, რომლებიც მოღვაწეობენ ამ ჟანრში და ახლა დიჯეების დავამატეთ ისე რომ ჯგუფების გარდა იქნებიან კიდე დიჯეები, ელექტრონული მუსიკა. მაისის თვეში მიიღებენ მონაწილეობას ბაქო, ერევანი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი და სტამბული. კულტურის სამინისტროში კომპეტენტური ჟური იჯდა და სამი ქართველი შემსრულებლის აჩი ფურცელაძის, სოფო გელოვანისა და ნეკა სებისკვერაძის კანდიდატურიდან ერთს რჩევდა იმისათვის, რომ საერთაშორისო ფესტივალზე სლავიანსკი ბაზარზე გაეგზავნა. საპატიო მიზეზების გამო ნეკა სებისკვერაძე მოსმენაზე ვერ მივიდა. აჩის კი გული დაწყვიტეს. აჩი ფურცელაძე ჟიურის არჩევანმა ისე გაანაწყენა, რომ მან რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. ამიერიდან აჩი არც სიმღერებს, არც კონცერტებს წაიყვანს და მხოლოდ დიჯეობით დაკმაყოფილდება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩიმ ცხელგულზე მიიღო და მომავალში ისევ აქტიურ შოუ ბიზნესურ ცხოვრებას განაგრძობს. ასეა თუ ისე მართებულად თუ არამართებულად ჟიურის სიმპათია ამჯერზე სოფო გელოვანს ერგო. შვენიერი მონაცემები აჩვენა სოფო გელოვანმა, არის ძალიან მუსიკალური, კარგი ვოკალური მონაცემებით, არის ძალიან მართლწერით ასრულებს ყველაფერს, რასაც ასრულებს. ვიწვევთ ასეთ დროს სპეციალისტებს რომლებიც მსჯელობენ წარმოდგენილი კანდიდატურების თაობაზე. გარდა ამისა, ესე იგი პირველი ეტაპი არის ის, რომ ამ მოწვევებს ვაცნობთ დაინტერესებულ ორგანიზაციებს. ამ შემთხვევაშიც 5 იყო ასეთი დაინტერესებული ორგანიზაცია და მათ ზოგიერთმა წარმოადგინა თავის კანდიდატურა, ზოგიერთმა ვერა და საბოლოოდ ესე იგი 2 ადამიანი ყავდა, რომელზეც იმჟელეს ჩვენმა საკმაოდ ცნობილმა მუსიკოსებმა და მათ მიიღეს გადაწყვეტილება. მოწვევა მივიღეს სწორედ ამ კონკურსიდან, სლავიანსკი ბაზრიდან, მაგრამ შემდეგ აჩიმ შემოიტანა ეს განცხადება და მოხდა არჩევა.
და დღეს რა ვიცი ესე დამთავრდა დღევანდელი ცდელობა გავედი მე რა ვიცი მოხარული ვარ. თბილისის მერიის კულტურის განყოფილებამ ქართული ვირტუოზი ბალერონის ვახტანგ ჭაბუკიანის სახლში მუზეუმი გახსნა. შარშან ოქტომბერში ვაპირებდით ამ მუზეუმის გახსნას, იმიტომ რომ ეს ჩვენ შარშან გადმოგვეცა ეს მუზეუმი, აქ საერთოდ არაფერი არ არსებობდა, რასაც ახლა თქვენ უყურებთ და მე მიხარია, რომ აი დღეს მოხდა მუზეუმის საზეიმო გახსნა. ოქტომბერში ჩვენ მოვჭით აქ სარემონტო სამუშაოები, მაგრამ ბატონ ვახტანგ ჭაბუკიანის ნივთები იყო რაღაც გაფანტული და ჩვენ გვინდოდა რომ საექსპოზიციოდ მისი ნაქონი ნივთებისთვის თავი მოგვეყარა და მე ყველა მის ახლობელს, ნათესავს, იმ ადამიანებს მინდა უთხრა მადლობა, ვინც ესე უანგაროდ გადმოგწევეს მისი ნაქონი ნივთები და დღეს უყურებთ რომ მუზეუმი დაემგზავრა უკვე მუზეუმს და მიხარია რომ დედაქალაქში კიდევ ახალი მუზეუმი გაიხსნათ და ესეთ გაჭირვების ჟამს რომ ესეთი კაი საქმეები კეთდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ვახტანგის სახელი დავყოფა ხდება აი ამ ფორმით, თორე ვახტანგის სახელს არაფერი სხვა არ სჭირდება. იმას საკმარისია, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ქვია სახელად. მეორე არის ის, რომ თურმე აღმოჩნდა საქართველოში ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ გააკეთონ ეს საქმე, რომ დავიწყება არ შეუძლიათ რაღაცეების. ნიდერლანდურიანიდან იოკე ვან ლეუვენის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია უცხოენათა ინსტიტუტში მოეწყო. ხოლო სამაის ამავე წიგნის მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ სამეფო უბნის თეატრში სპექტაკლი წარადგინა. ყველაფერს ამას პრეზენტაციას და პრემიერასაც თქვენ იმ სიუჟეტში ნახავთ, რომელიც ეხლა იქნება თქვენ ტელეეკრანებზე. წიგნის ავტორია იოკე ვან ლეუვენი. გარდა იმისა, რომ ის ნაწარმოების ავტორია, წიგნის ილუსტრაციაც მას ეკუთვნის. სხვათა შორის წიგნი მარტო პატარებისთვის არაა. ქართველი რეჟისორი დავით საყვარელიძე ამ ნაწარმოებმა ძალიან დააინტერესა და სპექტაკლის დადგმაც გადააწყვეტინა. პრემიერა 3 მაისს სამეფო უბნის თეატრში შედგება. რაც შეეხება დღევანდელ პრესკონფერენციას, იგი შეგნებულად დაამთხვეს ნიდერლანდურ დღესასწაულს დედოფლის დღეს. En dat ga ik nu ook doen, ook in die weeshuis. ეს სტუმრობები ბავშვების მონახულები, ну წინასწარ არავინ არაფერი იცისო, მაგრამ რა თქმა შეიძლება იყოსო, რა თქმა უნდა, სტიმულიცო. მაგრამ პირველ რიგში მე როგორც ბავშვი ცხოვრობდი სხვა ქვეყანაშიო, ნიდერლანდელი წარმოშობით ბელგიაში გაიზარდა და ბავშვობიდან მივეჩვია იმას, რომ ცხოვრებას შევხედო ისეთი რაღაც განსაკუთრებული თვალით, რომ აი ეს რატოა ეს, აი ორმაგი ინტერესით. Vertaling begreep in Nederland en Vlaanderen een bepaalde internationale rol mag spelen. როგორც ახლა ითქვა, ნიდერლანდური ენოვანი ლიტერატურა შეიძლება ახლა თამაშობდეს თავის როლს სოფლიო ლიტერატურაში. ყოველთვის კარგად გვემოდი. ახლა კი დავაგვიანე. ვისთვის აღარ მიშველია. პატარა ლევისთვის, რომელმაც ცურვა არ იცოდა. Чигина! შემდეგ კი პატარა ნახტომიც გააკეთა. При! მიხვინდის. ჩოულო იმით იყო რომ ჯერ იყო გოგო და მე კიდე ხელები არ ქონდა და დაფრინა და ფრთები ქონდა. ჩოულო ამით იყო. სხვა რა ვიცი, ჩოულო იყო ალბათ თავის ფორმით კიდე, რეჟისორული გადაწყვეტით. ჩვენ მივიღეთ დიდი სიამოვნება თუ იგივე განიცადა მაყურებელმა, ალბათ ეს იდეალური შემთხვევა. ჩვენ ახალი თაობა შემოვყვანეთ სამეფო უბნის თეატრში. კავკასიური თეატრალური ლაბორატორია აგრძელებს თავის ექსპერიმენტებს, სხვადასხვა თაობასთან მუშაობას. და ნუ რა ვიცი, როგორც ნახეთ, აი ჩემი ახალი მაყურებელი მოვიზიდეთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. აუცილებლად ხალ ბავშვი უნდა მოიყვან და ვაჩვენო, იმდანაც კარგია. და ბედნიერი ვარ და მინდა რომ მადლობა უთხრა. ესეთი კარგი სპექტაკლისთვის. ჯგუფი საუნდი და სალომე გასვიანი ახალ დუეტზე კლიპს იღებენ. და მე ახლა გადაღების პროცესს შემოგთავაზებთ. კი.
გამოიწეთ მაუპრო. აბა სალომე არ გაიძინეთ თქო პროსტა გააკეთე რა მან პატარა ბიჟინია. სალომე შენ მოძრაობ მაგისტორიაზე. არა არ მოძრაობ. არა 1 მეტრი რა. ეხა შენია სიკროზე გაყრა ჩანს რა გაყრა. მე მოძრაობ სალომეს უკან გააკეთე. ეს არის ახალი სიმღერა, მე და საუნდის ბიჭები მღერივართ ერთად, დუეტია და დღეს დაიწყოთ კლიპზე მუშაობა და ნახოთ როგორი გამოვა. იმედი მაქვს, კარგი გამოვა. კლიპს გვიღებს სტუდია მაესტრო, კლიპზე მუშაობა დაიწყო დღეს, დამთავრდება ან ხვალ, ან დღეს. და რაც შეეხება სიმღერას, სიმღერა ჩაიწერა რამდენიმე თვის წინ, მაგრამ უბრალოდ ვერ გადავიღეთ რაღაცა მიზეზების გამო. ეს ყველაფერი დღეს განხორციელდება და იმედია, კაი კლიპი გამოვა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.